გულსიზრხთა სისტემის დაავადებები, როგორც სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი, მსოფლიოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. 21 საუკუნეში ფართო პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად კარდიოქირურგია ისევ რჩება კურნალობის მოთხოვნად და სიცოცხლის გადამრჩენ ეფექტურ მეთოდად. თუმცა კარდიოქირურგიის მომავალი მინიმალური ინვაზიურობისა და მაღალი ტექნოლოგიებისკენ მიდის. უახლოეს წლებში მოსალოდნელია ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართო ინტეგრირება, ბიოლოგიური იმპლანტების გაუმჯობესება და გულის ქსოვილების რეგენერაციული თერაპიები. მსოფლიოს წამყვანი კლინიკები სულ უფრო მეტად გადადიან მინიმალურ ჭრილობებზე, რობოტულ სისტემებზე, ტრანსკათეტერულ ჩარევებზე და ტელემედიცინაზე. ეს მიდგომები მნიშვნელოვნად ცვლის არსებულ მდგომარეობას. შედეგები უფრო უკეთესია, გართულებები ნაკლები, რეაბილიტაცია სწრაფი. საქართველოში კარდიოქირურგია მნიშვნელოვანი პროგრესით ხასიათდება. ქვეყანას ჰყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და თანამედროვე კლინიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ გულსიზრხთა დაავადებების კომპლექსურ მკურნალობას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მნიშვნელოვნად გააზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა. თუმცა საქართველოში კლინიკურ კარდიოქირურგიაში სჭირდება მეტი განვითარება და ფინანსების მოდელების სრულყოფა და ფინანსირების ზრდა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ღირებული საერთაშორისო გამოცდილების სწრაფად დანერგვა. მაღალი მოცულობის რობოტიზირებული პროგრამები და ჰიბრიდული საოპერაციოები ჯერ არ არის საყოველთაოდ გავრცელებული, თუმცა წამყვანი კარდიოქირურგიული ცენტრები აქტიურად იყენებენ ბევრ სხვა თანამედროვე მეთოდებს. 21 საუკუნე არის გარდაუვალი რისკების და ინოვაციური შესაძლებლობების საუკუნე. ამგვარად, გულსიზრხთა სისტემის დაავადებების მართვის წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება ჯანდაცვის სისტემების გამართულობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ტექნოლოგიებისა და პრევენციული მიდგომების სწორად გამოყენებაზე.